მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხულმა კოტე იოსელიანმა ვერ დამალა პესიმიზმი გამოძიების მიმართ და თქვა, რომ ობიექტური გამოძიების მოლოდინი არ აქვს, რადგან თვლის, რომ ის პროცესები, რაც ახლა დაიწყო, თითქოს და გამოძიება არის ფორმალური, მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როცა იოსელიანი დარწმუნებულია, რომ მისი გატაცების საქმეში რეალურად სპეცსამსახურების ხელი ურევია, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოძიება გაცილებით სწრაფად და ეფექტიანად ჩატარდება. თანაც თვლის, რომ ის გამტაცებლები, რომლებმაც ის აიყვანეს და დაემუქრნენ ოჯახის უსაფრთხოებით, რეალურად ხაზზე იყვნენ სპეცსამსახურებთან და ის ინფორმაცია, რაც მათ ხელში იყო, ვერ ექნებოდათ თუ არა სპეცსამსახურებთან კავშირი, რომ არ ჰქონოდათ. ამიტომ ახლა თვლის, რომ ყველაფერი არის პოლიტიკურად მოტივირებული, შესაბამისად, არც ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვს. ეს იყო ჩვეულებრივი ფორმალობა, რომელიც შედგებოდა კონკრეტული შეკითხვებისაგან. ამ შეკითხვებზე გავეცი პასუხი, რა გეცვა, რომელ საათზე, საწახვედი, რამდენი ხანი, ჩვეულებრივი შეკითხვები, რაც ნებისმიერ ადამიანს გაუჩნდებოდა და განსაკუთრებით გამომძიებელს. რა თქმა უნდა, ამ შეკითხვებზე პასუხი გავეცი. სურვილის შემთხვევაში ამ ფაქტის გამოძიებას და ყველა დეტალის დადებას არაფერი არ ჭირდება, განსაკუთრებული დრო და ძალისხმევა. თუმცა ამას დრო გვაჩვენებს, სურვილი რამდენად დიდია და რამდენად ადეკვატური იქნება რეაქცია. ძალიან მარტივად არის ამ პირების იდენტიფიცირება შესაძლებელი. ჭავჭავაძეზე შუაღამისას, გამთენისას, 4 საათია. რამდენი მინივენი იმოძრავებდა. კამერები პერიმეტრზე რო ამოიღონ და ამ კამერებზე ნახონ მინივენის გადაადგილება და შემდეგ ამ მინივენს მიყვნენ ნებისმიერს დააიდენტიფიცირებენ. ყველაფერი ის, რაც განხორციელდა, არა მხოლოდ გვავარაუდებინოს და რაღაც სპეკულაციასში არ შევდივართ. დარწმუნებით შეგვიძლია საღიაზრის ფარგლებში ვთქვათ, რომ ეს არის სპეცსამსახურებისგან ორკესტრირებული ქმედება. სხვაგვარად შეუძლებელია, ცოდნოდათ ზუსტი დრო, როდის ბრუნდებოდა სახლში. დაედგათ ის სცენა, რომ თითქოს და ეხლა იქ რაღაც გლოუს კურიერი იდგა, მოეთხოთ მისი წინადღეების გადაადგილებები. ეს არ იყო ამ გამტაცებელთა თვით შემოქმედება. ეს გამტაცებლები იყვნენ ერთი დიდი სტრუქტურის მონაწილე ჭანჭიკები. ადვოკატის ინფორმაციით იოსელიანის გამოკითხვა არის პირველი საგამოძიებო მოქმედება, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ჩაატარეს გატაცების საქმეზე, რადგან ადვოკატს არ აქვს ინფორმაცია ამოღებულია თუ არა რაიმე სახის ვიდეო კამერა ან სხვა მოწმეები, შესაძლო მოწმეები, გამოკითხულები არიან თუ არა. ახლა ვიცით უკვე დადასტურებულად, რომ ელოდებიან თინა ბოკუჩავას საქართველოში დაბრუნებას, რომელიც ასევე დაბარებულია გამოკითხვაზე და ისიც დასთანხმდა მხოლოდ და მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვას.